ზოგადად არ შეიძლება ბიზნესის შანტაჟი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ბიზნესზე არასწორი გაგება აქვს საზოგადოების გარკვეულ ფენას, იმიტომ რომ ბიზნესი ქმნის დოვლათს, შემდეგ ქმნის სამუშაო ადგილებს და ყოველივე ეს ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას. ქართული ოცნების პირობებში ჩვენ შევძელით, რომ ბიზნესი გავხადეთ აპოლიტიკური. ის არ არის პოლიტიკის ნაწილი, მისი ფუნქცია თავისუფალ ბაზარზე ხომ არის სამუშაო ადგილების შექმნა, დოვლათის შექმნა და ასე შემდეგ, ხომ? ხოლო ხელისუფლების როლი არის, რომ ისეთი პირობები შექმნას, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას. კანონმდებლობის ამ შემთხვევაში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დანიშნულება არის, რომ ისეთი კანონების შექმნას, რომ ბიუროკრატიული მექანიზმები გაამარტივოს და ყოველივე ამას ხელი შეუწყოს ბიზნესის სწრაფ განვითარებას. ამ მიმართულებით კომიტეტში ჩვენ მუშაობთ, რომ ახალი კანონმდებლობით უფრო მეტი შესაძლებლობები შევქმნათ, რომ უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვა შეძლოს ქვეყანამ. და მიმაჩნია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მიმართ. იმიტომ რომ თანამედროვე სოფლიოში ქვეყნებს, რომელსაც ძლიერი ეკონომიკა აქვს, მათ თავისუფლება აქვს. ეკონომიკა განსაზღვრავს თავისუფლებას და როდესაც ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები გავზარდოთ, ჩვენ შევძლებთ, რომ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები